ჩერკეს და გენოციდის აღიარების საკითხს ერთდროულად 4 საპარლამენტო კომიტეტში განიხილავენ. საკომიტეტო დონეზე დადგენილება ამ თემაზე უკვე შემუშავებულია და ახალ კომიტეტის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, გაიტანენ თუ არა მას პლენარულ სხდომაზე. მიიღეს თუ არა უკვე კანონმდებლებმა რაიმე გადაწყვეტილება, დავით კაკული აგვეტყვის. კეთის ხდება საქართველოს პარლამენტში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, თუმცა ჩვენთვის უკვე ცნობილი ხდება, რომ 4-ვე კომიტეტის წარმომადგენლები მიიღებენ დადებითი გადაწყვეტილებას და ჩერკეს და გენოციდის საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება. აქ არიან შეკრებილები როგორც საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები, ასევე ჩერკეს და დიასპორების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, აგრეთვე ის მეცნიერ-მუშაკები და ექსპერტები, რომლებიც თითქმის 1 წლის განმავლობაში იძიებდნენ და მუშაობდნენ ფაქტებზე, მართლაც მოახდინა თუ არა რუსეთის იმპერიამ ჩერკეზზე ერის გენოციდი და ახლობით 157 წლის წინ, როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადეს პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა, ყველა ფაქტი მიუთითებს იმას, რომ რუსეთის იმპერიამ ამოწყვიტა ჩერკეს და ერის 20%, რაც უკვე ავტომატურად საერთაშორისო სამართალში ნიშნავს გენოციდს. რუსეთი ამ ეტაპზე არათუ აღიარებს, არამედ საერთოდ უარყოფს ამ პრობლემის არსებობას. ამჟამად რუსეთში ჩერკეზების 10% ცხოვრობს, 90% კი საზღვარგარეთ იმყოფება და 150 წლის განმავლობაში ვერ ახერხებს სამშობლოში, კავკასიაში დაბრუნებას. ამიტომ ჩერკეზების საკითხი მხოლოდ რუსეთის კი არა, საერთაშორისო დონის პრობლემას წარმოადგენს. სამეცნიერო დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით არის დასრულებული და მის შედეგი არის ის, რომ მეცნიერებმა თქვეს, რომ აქ იყო ნამდვილად ეთნიკური წმენდა და გენოციდი განხორციელებული ჩერკეზი ხალხის მიმართ. ახლა უკვე ჩვენ ვიმსჯელებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ კი დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას. არავის ეჭვი-არეპარება ბუნებრივია იმ აგრესიაში, იმ ძალადობაში და იმ საშინელ მოპყრობაში, რაც ჩერკეზმა ერმა რუსეთის მხრიდან განიცადა, მაგრამ ის რასაც საუბრობთ გენოციდზე, ეს არის ძალიან კონკრეტული ფაქტები, ძალიან კონკრეტული დამადასტურებელი საბუთები. ეს არის სხვა პროცედურა ამ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ პირველი რაც უნდა მოხდეს ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს დაჩქარებული საკითხების გადაწყვეტა. პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში გადაწყვეტილებას ჩერკეს და გენოციდის აღიარების შესახებ დაახლოებით რამდენიმე წუთში მიიღებენ. მე კი მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩერკეს და სხვადასხვა დიასპორებმა საქართველოს პარლამენტს არაერთხელ მიმართეს თხოვნით, რომ საქართველოს ეღიარებინა ჩერკეზზე ერის გენოციდი.